ნება მიგოდეს სტუდიაში მოვიწვიოთ დღევანდელი გადაცემის პირველი სტუმარი ტელეიმედის გახმაურებული პროექტის ვინ არის პერსონაჟი სიმინდი, რომელიც თლად ჩვენი სისხლი და ხორცი აღმოჩნდა. ლეგენდარული ანსამბლივერი სოლისტი ყველასათვის საყვარელი ბატონი ლუგზარ კვაშალი. ლუგზარ, საღამო მშვიდობისა, შენ გენაცვალე, გამარჯობა, გენაცვალე. რა გითხრა, მე რო ვერ გიცნობ შენ, რომელიც რა ვიცი, დავიბადე და გავიზარდე შენ სიმღერებთან ერთად და გარდასახვაც არის და გარდასახვაც. მე კარგად ვიცი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი და ბრავო, ნუ აი ვიცი, საოცრება იყო. რანაირად შეგიძლიათ ბოლოში ესეც ვერ მივხვდი, სიმართლე გითხრა, მაგრამ მითხარი, როგორ იყო ეს ყველაფერი უკვე აი შენი თვალით დანახული. თავიდანვე იყო ესეთი ლაპარაკი, რომ უნდა დააბნიო ჟიური. ხო, მე როგორ უნდა დავაბნიო ხა ჟურიში თან ესეთი ხალხია, განთქმული, ზოგი მუსიკოსი, ზოგი კაი მომღერალი, ზოგი კაი ქალბატონი. და ნუ ყველაფერი გააკეთეს გოგოებმა იმ სიმღერის აწყობის დროს, რომ ხმა ყოფილიყო ძალიან განსხვავებული. თან ჩემი საყვარელი სიმღერა შევასრულე ოზი ოსბორნის ეს Mama I'm coming home და მოკლედ სტაფი ყავთ, ანუ ეს გუნდი მთლიანი გადასარევი. შვენიერი კოსტიუმები, ნუ რაღაც გაპრული. გადასარევი პედაგოგები. ესე გაჩიკო იყო ჩემი პედაგოგი სოლოღაშვილი. ესე იგი ფეხი ხელს ესე იზავოდა, რომ იზავდა და აუ რა კარგად გაყავთ არაფერი. მას მიშვებოდა რა. სტიმულს გაძლევდა. ხო, რა. კარგად რაღაც ფეხი, რაღაცას ვაკეთებდი, მაგრამ რასაც საშუალებას მაძლევდა ეს თვითონ კოსტუმი, საკმაოდ რთული კოსტუმი ქონდა. ძალიან. ფეხი როგორ იყო? შიგნით აი ჯდომა თუ გაგიჭირდა. ისეთი ლამაზი პროექტია, რომ აბსოლუტურად ყველაფერს გაუძელი რა. შეგნით იყო სადღაც ალბათ +67. ჰაერის ნასახი არ იყო. და რა ვქენი იცი? მინდოდა რომ რაღაც ბატარეიკებიანი ის ვენტილატორი მეყენა და შეგნიდან დამეყენებინა რაღაცაზე, რომ ისიც არ დამჭირდა და ერთ ადგილზე გავხვრიტა და კიდე შემოდიოდა ჰაერი. და თვითონ აი როგორი სიტუაცია რა, რომ აი გაყავხართ ამ რაღაც ამას ქალბატონებს ჩვენიერ დაცვას იქ რაღაც კაი სიმღერას ვერ ეხარ ჩვენიერი ფანტასტიკური პროექტია. ეხლა ეს პროექტი ყველგან იყო, მაგრამ ჩვენთან რაღაც განსაკუთრებულია. და ბევრი სხვადასხვა ვისაც მოსწონს ეს პროექტი და მეც ძალიან მომეწონა. არ იძახიან რომ რაღაც სირთულეები იყო, ვერ ვისუნთქეთ, ვერ იმა გადასარევი. კი, აზარტი ისეთია და შემოქმედებითი თვალსაზრისით მე უთხარი კიდეც ბოლოს თუ ნახე რომ მეთქი მე თქვენ გამიხანგრძლივეთ სიცოცხლე და მომგზაურეთ ზღაპრულ საყაროში. ფერი ხორება შენ ამოგზაურებ ხებს ზღაპრულ სამყაროში და ახლა დადგა ის დრო, როდესაც შენ თავად უნდა ყოფილიყო. მაგრამ იცი რა არის? მე მგონი შენ ისე როგორც ნამდვილი შემოქმედი და შენ მართლა დიდი შემოქმედი ხარ გადაჭარბების გარეშე, ამას ვამბობ დიდი სიამაყით, იმიტომ რომ ლუგზარ კვაშალი არის თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული შემოქმედი და განუმეორებელი ადგილი აქვს მას ქართულ საესტრადო ხელოვნებაში. მადლობა ჩემოგია. ჩემო ლუგზარ, შენ აი იმითაც გამორჩეული კაცი ხარ, რომ ამდენი ხანია შენი ხმა ისმის, წარმოიდგინე. და აი მაინც მოახერხე და განაცვიფრე პროფესიონალების ჟიური და მაინც არ იცნობდნენ შენს შემოქმედებას, აი იმ მხარეს, რომელიც ინგლისურენოვან სიმღერებს უკავშირდება. არა და შენ ცნობილი July Morning-დან დაწყებული შემდგომ Deep Purple-ის რეპერტუარი ფანტასტიკურად ასრულებდი ყოველთვის. ივერია პირველი იყო, ანუ შეიძლება ერთ-ერთი პირველი კი არა, პირველი, რომელმაც პროფესიონალურ სცენაზე, ანუ დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე შეასრულა პროგრამაში ეწერა ეს კი არ ეწერა რომ თქვა აი რაღაც მაშინაც ვთქვი თუ გახსოვს სიმღერები უცხოური ანსამბლების რეპერტუარიდან. Deep Purple, ხოლო შეფარული ყოფილიყო. Jesus Christ Superstar პირველები ჩვენ ვიყავით და სულ ეშინოდა თუ აი მე ხლარ ჩამოინგრეს. მოკლედ, მაგრამ ეს რატო ამარჩიეთ, იცი ეს რომ ქართულ სიმღერაში მაინც რაღაც სპეციფიურობა არსებობს და შეიძლება ეგრევე გაყიდულიყავი. ხო, რაღაცა, მაგრამ რაღაც ქართულიც იყო იქ თუ გახსოვს. დუეტი იყო ბესო კალანდაძესთან, ძალიან ლამაზი. იქ უკვე როგორ იცი სუფთა ხმები კი იყო, მაგრამ იქაც ისეთი სიმღერა იყო შერჩეული რომ ვერ ვიხდებოდი შენახავდა. შენ ოსტატურად ქონდა შენიღული, აი ისე როგორ შენ აგებ ხოლმე თავად სიმღერას, აი ფრაზირება, ხო შენი ტრადიციული აბსოლუტურად შეცვლილი ქონდა რა. თან ინგლისური ახლა მეხერხებოდა ბავშვობაში, მაგრამ ეხლა არ აღმოჩნდა რომ არა მარტო ბავშვობაში. არა, ნუ გამრაგას მე თუ გამიკვირდა, მე ვარ. მოკლედ კარგი იყო ყველაფერი. ლუგზარ, მადლობა მინდა გითხრა შეგენათოს კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ. მადლობა იმეც.
გაიხარეთ ივერიის ასე ღირსეულად წარმოჩენისთვის როგორც ყოველთვის და ინგლისურენოვანი რეპერტუარი ბევრი შესრულდა და დღეს ვიცი რომ ქართული სიმღერა გაქვს მოტანილი თან ისეთი ყველას რომ უყვარს და თავად ბრძანე რას გვაჩუქებ დღეს ჩვენი შოუს მაყურებლისთვის. საბავშვო სტუდიებთან ძალიან ახლოს მეგობრო. ყველა სტუდიასთან თითქმის მაგრამ არიან განსაკუთრებული სტუდიები. ამ შემთხვევაში სტუდია გვირილა. უბრალოდ თუ რაღაც დიდი სამღერეს აკადემია რაღაცა ძალიან ისეთი ქვია, რომ 35 წლის გახდა უკვე და თავიდანვე ვიყავით მეგობრები. ის ბავშვები ახლა უკვე ბებიებია ზოგი და ყოველთვის მიხარია ხოლმე, იმიტომ რომ ის სტუდია და ანუ ბავშვები მაძლევენ ისეთ ენერგიას, რომ შეიძლება თქვა რომ არც დავბერდი, არა ვარ იმ ხელა რამ ხელას ჩანვარ. აი დღესაც მინდა რომ მიულოს 35 წლის დავით ჩემს ერნა წიფურიას, ჩემს ნინო ჩიხლაძეს, პედაგოგებს, ფანტასტიკურ პედაგოგებს, ბავშვებთან მუშაობა როგორი ძნელია, ყველამ კარგად იცის. და შევასრულოთ სიმღერა, რომელიც მე ძალიან მიყვარს და მიხდება. ბაბუა ალექსანდრე ბასილაიას და ჯემალ ბაღაშვილის სიმღერა ბაბუა, ბაბუა. აბა გო Babus garda ჩემთვის არ ვის არასალია ვიძინებ და მიღვიძებ ბაბუს ოთახში სირკში ბაბუს დამყავარ და წავყაშო ბახშიც ბაბუა ბაბუა ბაბუ ბაბუ ბაბუა 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 ჩემოდ ერთი დამიქაც პენსიაზე ცულად ჩემი ხათი გავიდა უხარია მე თუ რამე გამიხარდება მე თუ ვკირი მასას ხოზეს რემლი ადგება ბაბუა ბაბუა ბაბუ ბაბუ ბაბუა 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 Senda babu erti tguis khat Babus gavar ძალიან babus umekავს Varitsა და სახელიც კი ერთმარირი გვავს Babua babua Babu babu babua 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 Chemi babua Babu babu babua 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 Chemi babua დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს წარმატებები უსურვოთ მათ